საღამომშვიდობისა. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. საით მივდივართ, ანუ არჩევნები და სახელმწიფო გადატრიალება. ხვალ 4 ოქტომბერი. დღევანდელ გადაცემას ასეთი ეპიგრაფი წავუმწყარე. ღმერთი მოკვდა. ღმერთი მოკვდა. ეს სიტყვები გაცილებით ადრე უთქვამთ სხვებსაც, მაგრამ ის სხვები რა მნიშვნელობას დებდნენ ამ ნათქვამში გარკვეული იყო. მე არ ვიცი რა მნიშვნელობა ჩადო ამ ნათქვამში ბატონმა შალვა ნათელაშვილმა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, იმ ძალებისთვის, რომლებიც საქართველოს დაუპირისპირდნენ, ქართველ ხალხს დაუპირისპირდნენ და საქართველოს მომავალს დაუპირისპირდნენ, ღმერთი კი არ მოკვდა. მათთვის ღმერთს არასოდეს უარსებია. ისინი უღმერთოები არიან, ისინი უზნეოები არიან, ისინი ამორალურები არიან და პოლიტიკაში მოქმედებენ, ოპერირებენ მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის პრინციპით, სახელმწიფო გადატრიალების პრინციპით. ვნახოთ, რას გეგმავენ ისინი ხვალისთვის. მე ანა წითლიძე აქტიურად ვარ ჩართული 4 ოქტომბრის ორგანიზებაში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დაემხოს. ნაციონალური მოძრაობისთვის მშვიდობიანი პროტესტი ასე გამოიყურება. ცეცხლის ალში გახვეული პარლამენტი ზუსტად ასახავს სცენარს, რომლის განვითარებაც 4 ოქტომბერს დედაქალაქის მთავარ გამზირზე რადიკალებს სურთ. ამ ფონზე კი გასაკვირი არ არის, რომ ამ ძალადობრივი გეგმის განხორციელება საკუთარ თავზე ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო. დაახლოებით მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ თუ რას გეგმავენ ისინი, მაგრამ როდესაც სამშობლოს მტრები ასეთ რამეს გეგმავენ, მაშინ ალბათ სახელმწიფოც რაღაცას გეგმავს. ვნახოთ, რა პოზიციები არის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ჩემი მეგობრული გაფრთხილება ამ ადამიანებს, რომ არ წაუწდეთ ხელი. ძალიან კარგი რჩევა. რამეზე არ წაუწდეთ ხელი, თუმცა მე ეჭვი მეპარება, რომ რამეზე არ წაუწდეთ ხელი, იმიტომ რომ ისინი საკუთარი გადაწყვეტილებებით არ მოქმედებენ. ისინი მოქმედებენ სხვათა დავალებით. ქვეყნის გარეთ, უცხოეთში, სხვა სახელმწიფოებში მყოფი ძალების გავლენით. ამიტომ მათ ალბათ წაუწდებათ ხელი იმაზე, რასაც დაავალებენ. ბატონი შალვა პაპუაშვილი. მოძალადე ჯგუფი აორგანიზებს ძალადობრივ აქციას და ამას სოლიდარობას უცხადებს ევროკომისიის პრესმდივანი და დღეს როგორც ნახეთ, იმყოფებიან ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ბრიუსელში, შეხვდნენ ევროკომისიის რაღაც წარმომადგენლებს, სადღაც ევროპარლამენტში. ჩვენ რაღაც არ გვსმენია მათი მეორე მხრიდან განცხადება, რომ მათ მოუწოდეს, რომ ძალადობაზე თქვან უარი. ერთი ქვაც თუ გავარდა 4 ოქტომბერს პოლიციელის მიმართულებით ან სხვა მიმართულებით. ერთი ძალადობის ფაქტი თუ დავინახეთ ჩვენ ნაცმოძრაობის მიტინგიდან. თუ აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხა ისინი რა ქვია, მაშხალებს თუ მოიტანენ და მოლოტოვის კოქტეილებს და ასე შემდეგ. ამაზე პასუხისმგებლობა უკვე გაზიარებული აქვს ევროკომისიას და ევროპულ სტრუქტურებს. ესე იგი, პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აკისრებს ევროპასაც, ევროსტრუქტურებსაც. არა მარტო შიგნით მოქმედ ძალებს. მე დავამატებდი, არა მარტო ევროპა, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ისინი ახლა კი არ ჩაერთნენ ამ ამბავში, არამედ ძალიან დიდი ხნის წინ იყვნენ ჩართულები. ერთი ძველი კადრი არქივიდან. President Saakashvili, you have been an icon throughout all of Europe and really throughout all of the world. The job that this man has done is really unprecedented. And I was just going over some of the little tributes that were paid. Those little tributes, the United States should be so lucky to have them. #1 economic reformer in the world, last 5 years. And that's by the World Bank.
#1 fighter of corruption in the world, and that's by Transparency International. That's a hell of a thing. Think of that. #1 fighter of corruption. #1 easiest country to do business in Eastern Europe and Central Europe. That's the World Bank. Now this one I'm a little bothered. It says second safest country in Europe. Come on, we have to get with it. That's not like you. I'll bet by next year it's going to be the first, right? And that is also considered one of the safest countries in the world. Now this has taken place over a very short period of time. The president has been in office for 7 years. Before we became friends, and this started the relationship a year ago, I would read about him, and I was reading about this man that has done the most amazing job. And we could use some of that. I have to say this. I don't want to sound political, but we could use some of that brain power in our great country, believe me. So, without further ado, I'd like to introduce one of the great leaders of the world and a man that really unprecedented in the world for what he's done for his country and to his country. President Saakashvili. Thank you. ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონები არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. უფრო დიდი, უფრო მაღალი დითირ ამბები, ვიდრე ტრამპმა სააკაშვილს უმღერა, მაშინ როდესაც საქართველოში იყო ჩამოსული, არა პრეზიდენტის რანგში, რა თქმა უნდა. იქამდე, ვიდრე იგი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა. მე არც მომისმენია. ზგავსი რამ არც მომისმენია. ეს არ არის სათავე ჩვენი უბედურებისა. ჩვენი უბედურების სათავე დასავლეთთან ურთიერთობა კაცილებით ადრე დაიწყო, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევა დასავლეთი იმ ადამიანებს საქართველოში, ვინც სულაც არ არის მოწადინებული და მონდომებული იმისთვის, რომ საქართველოს სიკეთე მოუტანოს. ეს მაგალითი იმიტომ რომ მოვიყვანე, რომ კაცი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს, დამნაშავე პრეზიდენტს, თითი რამბებით ამკობდა, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. ხოლო საქართველოს ხელისუფლებასთან ამ კაცს არც კარგი ურთიერთობა აქვს და არც ცუდი ურთიერთობა, საერთოდ არა აქვს ურთიერთობა. თუმცა ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ ცუდი ურთიერთობა აქვს. ამიტომ როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონი შალვა პაპუაშვილი გვეუბნება, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც იგეგმება და რაც შესაძლებელია საქართველოში მოხდეს ეკისრება ევროპასაც, მე ამას ვამატებ იმას, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. იმიტომ რომ ევროპაში არაფერი არ ხდება ამერიკის შეერთებული შტატების ნებართვის გარეშე. პირველ რიგში ევროპის სამწუხაროდ და ჩვენთვისაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ. ახლა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ და საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან თბილისისკენ მოემართებიან ხვალ 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბერს ყველა კოჭლი ბრუციანი რა ვიცი ავანტყოფი ყველა იქ უნდა ვიყოთ, ყველას ეკნება თავისი ადგილი და თავისი ამოცანა. სიმბოლურად არის თითქოს ნათქვამი. რა თქმა უნდა, ამ კაცს სიმბოლურად არ უთქვამს, მაგრამ ჩვენ შეიძლება ამაში სიმბოლო წავიკითხოთ. კოჭლი ბრუციანი, ავადმყოფი, ანუ დეფექტიანი, უზნეო და უღმერთელ, თუ კი ვინმე არის საქართველოში, ხვალ უნდა შეიკრიბოს იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება განახორციელოს და სულაც არ მოსდით აინუშად ის ამბავი, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ისინი ქვეყანაზე არ ფიქრობენ. როგორც ვთქვი, ისინი დავალებით მოქმედებენ. ხოლო რა შეიძლება იყოს კონკრეტულად ეს დავალება, ამას ახლა მოისმენთ. 4-ში უნდა შევიკრიბოთ და ისეთი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ რუსული გავლენების გამტარებელ ეგრეთ წოდებულ რაღაც ხელისუფლებას, როგორც ჩაუტარეს უკრაინელებმა აბლაბუდის სახით. ისეთი რაღაცა უნდა ვქნათ, რაც აქამდე არ გვიქნია. რაც მოხდა უკრაინაში, ის უნდა გადმოვიტანოთ აქო. ანუ
საქართველოს უკრაინიზაციის პროგრამა არსებობს და ეს პროგრამა არ შეჩერებულა. ამ პროგრამის მიხედვით მოქმედი ძალები საზღვარგარეთის ქვეყნებში დავალებას აძლევენ ამ აგენტურას, ამ ქსელს, ამ მეხუთე კოლონას, რომელსაც წარმოადგენდა ეს ბატონიც ალბათ, რომელსაც ახლა უსმენდით, რომ საქართველოში უნდა გამეორდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა. აი ეს არის ჩანაფიქრი, ეს არის უმთავრესი მიმართულება და დანიშნულება იმისა, რასაც ესენი გეგმავენ. როგორ მოდიან, რითი მოდიან, რა გზებით და რა საშუალებებით, ამასთან დაკავშირებითაც მოისმენთ საინტერესო განცხადებას. ყავს ავტომობილი, არ აქვს საწვავი, ჩვეულებრივი ამბავია, ჭირს ქვეყანაში. მეორე ადამიანს ავტომობილი არ აქვს საწვავი. მესამეს არც ის აქვს, მაგრამ ამას იზიარებს. ამიტომ ერთის ავტომობილი, მეორეს საწვავი, დარჩენ ადგილებში ის სხვა ადამიანები, ვისაც არც ერთი არც მეორე არ გააჩნია და ყველანი თბილისში ჩამოვიდეთ და მივხედოთ ჩვენ საქმეს, ჩვენ ქვეყანას ჩვენ. ესე იგი, უნდა გავერთიანდეთ ავტომობილიანი, საწვავიანი და ადამიანი, რომელსაც არც ერთი აქვს და არც მეორე ჰყავს, მაგრამ ამ სულისკვეთებას იზიარებსო და ასე ჩამოვაღწიოთ თბილისამდეო. ალბათ იმისთვის გაკეთდა ეს განცხადება, რომ ჩვენ ორგანიზებას არ უკეთებთ ამ საქმეს, ჩვენ არ ჩამოვკავს ხალხიო. ამ დროს რა თქმა უნდა, მათ ასეთი პრობლემები არ უდგათ საწვავის, მანქანის და ასე შემდეგ. უზარმაზარი თანხებია შემოსული საქართველოში. კოლოსალური თანხებია შემოსული იმისთვის, რომ განხორციელდეს სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ ეს თვალის ასახვევად თქვეს. ახლა ვინ და რა ხალხი, რა მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანები არიან ისინი, ვინც მონაწილეობენ აი ამ აქციაში. რაც მე ვარცებობ, მე და საქართველოს არსებითად ერთი ასაკისა ვართ, ხო? ეს საქართველოს გაიგეთ რა გითხრა ამ კაცმა, მე და საქართველოს ერთი ასაკის ვართო. თქვენ ალბათ გახსოვთ კარგად სააკაშვილის მიერ თავის დროზე ნათქვამი, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მე ვარო. ესე იგი ქართული სახელმწიფო ამათი ტოლია, ამათი ასაკის არის. ასე აღიქვამენ ესენი საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს მათთვის სხვას არაფერს წარმოადგენს გარდა საჯეჯილო არენისა. გარდა იმ ასპარეზისა, სადაც საკუთარი თავი წარმოუდგენიათ და საკუთარი მომავალი წარმოუდგენიათ, საკუთარი პირადი კეთილდღეობა წარმოუდგენიათ. და ამიტომ აკეთებენ ვერც უტიფარს დაარქმევ, ვერც მკრეხელურს დაარქმევ, რაღაცა გაცილებით უფრო მძიმე სიტყვა უნდა მოიფიქრო, იმისთვის რომ შეაფასო თუ რას ნიშნავს ეს, როდესაც ვიღაცა ვიგინდარა, ვიღაცა სალახანა აცხადებს, რომ ის და საქართველოს არიან ერთი ასაკისანი. რისი იმედი აქვთ მათ? რა უმაგრებთ მათ ზურგს? უკვე თქვით, რომ მათი იმედი, მათი დასაყრდენი ეს არის დასავლეთი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ყველაფერ ამას და გეგმავს სახელმწიფო გადატრიალებას, მაგრამ კონკრეტულად რას ეფუძნებიან? ალბათ მრავალი წახნაგია, მრავალი ფაქტორია, რომელსაც ისინი ეფუძნებიან, მაგრამ ძალიან ხშირად ლაპარაკობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან ბევრი ვინმე გადავიდა ან გადადის მათ მხარეს. ასეა ეს, შესაძლებელია ასეთი საშიშროება არსებობდეს საქართველოში. ამ შეკითხვას პასუხს გასცემს საქართველოს უშიშროების შეფი ბატონი დინარაძე. ბევრი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ, რომ მართლაც გამალებით ეძებენ ასეთ ადამიანებს. ყველაფერი შეიძლება ამ ხალხს დააბრალო, მაგრამ არც ერთი სპეცრაზმელი მოღალატეს არ დააძახებინებს არავის. ძალიან გაუჭირდებათ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ისეთი ადამიანის პოვნა ამ ხალხის რიგებში რა და რა ვაჟკაცობას ვერ წაართმევ ამ ხალხს და შეუძლებელია პრაქტიკულად აქ იპოვნონ ისეთი ადამიანი, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერს. მეც ასე ვფიქრობ, არ ამგონია რომ ამ არამზადების იმედად დადგეს და დარჩეს ვინმე. არ ამგონია რომ ამ არამზადების გვერდით ყოფნის სურვილით თუ ცდუნებით ისე იყოს ვინმე ანთებული, რომ სამშობლოს უღალატოს ამათთან დასადგომად და ამ უბედურებაში, ამ ყულფში საკუთარი თავის გასაყოფად.
არ ამგონია ასეთი ვინმე არსებობდეს ამ ქვეყანაზე. და ის კიდევ ერთი ჭორი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებელია სხვა რეგიონებიდან, თუნდაც სხვა სახელმწიფოდან ჩამოიყვანოს სპეციალური სამსახურები იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ მოძალადეებს. რამდენად საფუძვლიანია ეს ყველაფერი, ამასთან დაკავშირებითაც ბატონი დინარაძე. პრაქტიკა აჩვენებს ხოლმე, რომ შემთხვევით ესეთ განცხადებას არ აკეთებენ. და ასეთი განცხადებების უკან დგას კონკრეტული მიზანი. ეს ძალიან გავს იმის ცდილობას, რომ რაღაც ახალი ვერსია შესთავაზონ საზოგადოებას, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ქართველები დაიცავენ, თუ დასაცავი იქნება და არავის დახმარება ამაში არ დაგვჭირდება. ჩვენი ქართველი პოლიციელები, სპეცრაზმელები და სხვები დგანან იმ სიმაღლეზე, რომ არავის დახმარება არ დაგვჭირდება. იმედია, რომ საქართველოს მართლა არ დაჭირდება ამ შემთხვევაში ვინმეს დახმარება, იმიტომ რომ ვინც არ უნდა იდგეს აბათ უკან, ვინც არ უნდა აფინანსებდეს მათ და ვინც არ უნდა გეგმავდეს ამ სამარცხვინო აქციას, მათ არ ამგონია იმდენი ძალა ქონდეთ და არც ის მგონია, რომ იმდენი ხალხი ყავდეთ, რომ თუ ისინი ძალადობას დაიწყებენ, მათთან გამკლავება ქართულ სპეცსამსახურებს, ქართულ პოლიციას გაუჭირდეს. არ ამგონია რომ ასე იყოს, მაგრამ ისე უნდა ვიცოდეთ, რომ აქ მთელი ჯაჭვია. აქ ესეთი კომბინირებული სქემა მოქმედებს. გახსოვთ ალბათ, სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოში რომ დააკავეს ტვირთი ასაფეთქებელი, მძიმე ასაფეთქებელი ნივთიერება, ეგრეთ წოდებული ჰექსოგენი, თუ არ ვცდები, რისთვის იყო ეს, რატომ მოხდა საქართველოში, საიდან შემოვიდა საქართველოში, სად მიდიოდა, რა დანიშნულება ჰქონდა, ამასთან დაკავშირებითაც მოკლედ გვეტყვის ბატონი დინარაძე. უფრო სარწმუნოა ის ვერსია, რომ ის რჩებოდა საქართველოში, თუმცა ასევე არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ ის უნდა დასულიყო რუსეთში. ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ავიცილეთ სერიოზული საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც საფრთხე იყო ძალიან დიდი. ასეთი სპეცოპერაცია იყო მიხეილ სააკაშვილის შემოყარება საქართველოში, ავტორებიც ვიცით და ასეთი სპეცოპერაციების რიგში ჩაჯდა სამწუხაროდ ჰექსოგენის ბოლო საქმე. არ შეიძლება ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს იყო უბრალოდ დამთხოვა ყველა არჩევნების წინ მსგავსი სპეცოპერაცია საქართველოში. სწორი, ასეთი დამთხოვები არ ხდება ხოლმე. აქ დამთხოვასთან კი არ გვაქვს საქმე, საქმე გვაქვს მიზანმიმართულ დანაშაულთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს საზიანოდ გამიზნულ დანაშაულთან, რომელსაც აქვს მრავალი საცეცი და ჯაჭვის სხვადასხვა რგოლები. ეს ჰექსოგენის ერთი შემადგენელი ნაწილია დაწყებული დასავლეთიდან და დამთავრებული უკრაინით, ფორსირებულად გვიტევენ და უნდათ საქართველოს დააჩოქონ. საქართველოში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება იმისთვის, რომ მიიღონ აქედან გამომდინარე ძალიან მძიმე შედეგები ჩვენთვის. უკვე თქვი მე სიტყვა ახსენა. საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ საქართველოს დან მეორე ფრონტის გახსნა, საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში და ამითი თავიანთი მდგომარეობის, როგორც თვითონ მოელიან ოდნავ მაინც შემსუბუქება, საქართველოსთვის კი სრული განადგურება. და მაინც რა უნდათ, რა საკეთებენ და როგორ არის ეს ყველაფერი ვადებში გათვლილი და გათვალისწინებული. 4-ში ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ. ეს არის გარდაუვალი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ერთადერთი პრობლემა თითქოს თვეების წინ იყო ის, რომ თუ გამოვა იმდენი ხალხი, რაც საჭიროა და მე მგონი გამოდის იმდენი კი არა, იმაზე მე. დამთავრებულია ესე იგი ყველაფერი, ხვალ დამთავრდება ამ ხელისუფლების ბედი გადაწყდება, ეს ხელისუფლება ასე იქნება თუ ისე იქნება, აქ არ არის ახსნილი რა როგორ და რანაირად, მაგრამ ხელისუფლება რომ დათმობს ძალაუფლებას და ხელისუფლებას ხელში რომ აიღებს ეს ახალი ძალა, ამის შესახებ ამ ბატონმა უკვე გვაუწყა. მე მაინც მგონია რომ ამ ბატონს რაღაც ეშლება, იმიტომ რომ მას რაღაც ბექგრაუნდი აქვს, ისეთი წარსული აქვს, ისეთი, სადაც ბევრი პირობითობაა ხოლმე დაშვებული. ეს კაცი მოდის თეატრიდან. ეს კაცი მოდის
ხელოვნების იმ სფეროდან, სადაც როგორც ვთქვი, ბევრი პირობითობებია დაშვებული. აი მაგალითად ასეთი. Siete поклонница почиющей властителя Руси, потом ты подсмотришь, это твоя родовище совсемна, твоя легко, это ты погодишь. აი ასე თეატრში გვირგვინის დაადგეს ხმალიც მისცეს ხელში და ასე ვთქვათ საში აიყვანეს მას გონია რომ ცხოვრებაც იგივეა თეატრის პირდაპირ გადმოტანა ცხოვრებაში არის ძალიან დიდი შეცდომა ხელოვნებაში ბევრი პირობითობებია ცხოვრებაში ცხოვრება რეალობაა ცხოვრებაში პირობითობები გაცილებით უფრო ნაკლებ როლს თამაშობს და ისე ადვილად, როგორც თეატრის სცენაზე, გვირგვინს არავინ დაგადგამს. ეს უნდა იცოდეს ამ კაცმა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იცის. ამიტომ მე მგონი, რომ მარცხი, კრახი გარდაუვალია. როგორ გადაიტანს ეს პიროვნება ამას, ეს უკვე მისი პირადი საკითხია, მისი პირადი საქმეა და არა საქართველოსი. ეს ერთი მხარეა საკითხის. ახლა მეორე მხარეც აქვს ამ საკითხს. ის ყველაფერი, რაც მე ახლა ვთქვი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და მმართველი პარტია, ქართული ოცნება, ან თუნდაც ლიდერი ბიზინა ივანიშვილი პრობლემების წინაშე არ დგას. არ ნიშნავს ამას. ბიზინა ივანიშვილიც, ქართული ოცნებაც, მთავრობაც, მმართველი პარტიაც სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან საქართველოში. ამად გარეშეც, მაგრამ ეს ძალაც, რა თქმა უნდა, ამ პრობლემას ემატება და პრობლემა უფრო მძიმდება. მე ორი კვირის წინ ასეთი რამ თქვი ამ სტუდიიდან. არჩევნები მოახლოვდა. ამ არჩევნების წინ ჩვენ ვატყობთ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. ის რაოდენობა მხარდამჭერებისა რაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში იყო, წელს ალბათ არ იქნება. იმიტომ რომ თვითონ მიყავთ საქმე აქეთკენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია ხელისუფლებას გაუჭირდეს. და თუ გაუჭირდა, მაშინ შესაძლებელია რაღაც დეჟავიუსავით ისევ მოგვევლინოს რაღაცა ახლო წარსულიდან რომელიღაცა მოქმედების გამეორება. მე მხედველობაში მაქვს 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც დასავლეთის ერთ-ერთი აგენტი, არც თუ ისე მაღალი ჩინის და წონის, ქალბატონი ზურაბიშვილი პრეზიდენტად შემოგთავაზა ქართულმა ოცნებამ. მე ნახა რომ ვერ გაყავდა, ვერ გაათრიეს ვერაფრით, ძალიან გაჭირდა ამ ჩანაფიქრის მიღწევა. და შველელად ქართულ ოცნებას მოევლინა მისი თავკაცი და ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქართველი ხალხის წინაშე სერიოზული განცხადებები გააკეთა. მე ფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ დაგვარი რამ ახლაც დაჭირდეს ხელისუფლებას მეთქი. დიახ, ეს იყო კადრები, ფრაგმენტი, რომელიც თქვენ ახლა ნახეთ, ორი კვირის წინანდელი გადაცემიდან. მას შემდეგ გავიდა მცირე დრო და ბატონი ბიძინა მართლაც გამოეცხადა ქართულ საზოგადოებას რაღაც ანალოგიური მისიით.
ჩვენი ერთიანობის 1 ოქტომბრის იდეალების განვლილი წლების მონაპოვარისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბ ჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ. მათ რეალურ ზრახვებში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება. მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს. საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებიც დღეს ისეთი მყარია, როგორც არასდროს. ეს კი არ წმუნებთ, რომ ერთადერთი შანსი დარჩათ, რაც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს საკუთარ სახელმწიფოზე და შესაბამისად ხალხზე პირდაპირ თავდასხმას გულისხმობს. მე იქ ვამბობდი იმ გადაცემაში, 2 კვირის წინანდელ გადაცემაში, თუ გაუჭირდა ხელისუფლებას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილი ისევ მოგვევლინოს მეთქი და აი მართლაც ახლა ეს ჩემი დავარქვათ მას წინასწარმეტყველება, ბატონი ბიძინა ისევ გამოგვეცხადა როგორც ჩანს, უჭირს ხელისუფლებას და სერიოზულ პრობლემას ხედავს. ყველაფერ იმაში ერთად აღებულში, რაც დღეს საქართველოს თავს ხდება. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მის ამ გამოსვლაში შეგვახსენა საერთოდ 1 ოქტომბრის მნიშვნელობა მხედველობაში გვაქვს 2012 წელი, როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს დღე არ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანებს ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. 1 ოქტომბრის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია, რომელიც ჩვენი წინაპრების შეგონების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების ერთგულია და რომელსაც არასდროს დაუხრია თავის შიდა თუ გარე მტრებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ტექნიკურად რომ იტყვიან, მოგვიწოდა ქართველებს, დამდგარ ვიყავით, დავდგეთ მის გვერდით და ამ გაჭირვებაში იგი არ მივატყუოთ. აი როგორ გააფორმა მან ეს ყველაფერი. ქართულ ხალხს ერთი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ისტორიის განმავლობაში გამოვიმუშავეთ. ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, როდესაც დაღუპვის საფრთხე მართლაც რეალური ხდება, ყოველთვის სწორ მხარეს ვირჩევთ, ყოველთვის ვახერხებთ შავისა და თეთრის გარჩევას. ვდგებით იქ, სადაც თავისუფლება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული ღირსება და დამოუკიდებლობა გვეგულება. ის რაც ახლა ბატონმა ბიძინამ გითხრა, მთლად უტყუარი ჭეშმარიტება არ არის ქართველ ხალხსაც და სხვა ხალხებსაც ალბათ ისე ემართებათ, რომ ხანდახან ძალიან არასწორ გზას ირჩევენ ხოლმე. ჩვენც 35 წლის წინათ გავაკეთეთ არასწორი არჩევანი, როდესაც ჩვენ საგარეო ორიენტირად გამოვაცხადეთ დასავლეთი, ყველაფერ ამას ეფუძნება და ეყრდნობა მთელი ის უბედურებები, რაც ამ ხნის განმავლობაში მოვიწიეთ. დაწყებული ეკონომიკური პრობლემებით და დამთავრებული ტერიტორიული დაშლით. ეს ყველაფერი დასავლეთიდან მოვიდა, ანუ ჩვენმა არჩევანმა განაპირობა, ამიტომ იმის იმედად ყოფნა, რომ ქართველი ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს და ყოველთვის სწორ არჩევანს გააკეთებსო, შესაძლებელია ცოტა მაცდული აღმოჩნდეს, მაგრამ მაინც არის მის ამ ნათქვამში ჭეშმარიტების მარცვალი, როდესაც ქართველი ხალხი იქნება ეს თუ უგნებავთ სხვა ხალხი, როდესაც ნახავს, რომ ქვეყანა დგას კატასტროფის წინაშე, ქვეყანა დგას სერიოზული გამოსვლის წინაშე, ასეთ შემთხვევაში რაღაცა გრძნობა, გამაერთიანებელი ჩნდება იმისთვის, რომ კოლექტიურად დაიძლიოს ეს პრობლემა და ამ შემთხვევაში ალბათ სწორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი ასე მოხდება. ბატონ ბიძინას იმედი აქვს, რომ მიუხედავად შესტომებისა, მიუხედავად პრობლემებისა, ქართველი ხალხი მაინც მათ გვერდით დგას. მიუხედავად მათი მცდელობებისა, ჩვენ მართლაც ხელშესახებ შედეგებს მივახციეთ. თუ გვერდით გადავდებთ პროპაგანდასა და უხეშ რიტორიკას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალაა, რომელიც უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს. ამავდროულად კი არ არსებობს არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა კარდინალურად არ არის გაუმჯობესებული. ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული კვლევები და რაც მთავარია, ისევ და ისევ ქართველი ხალხი, რომელიც კვლავაც გვენდობა და ქვეყნის მართვის მანდატს გვანიჭებს. აი ბოლო წინადადება ქართველი ხალხი, რომელიც კვლავაც გვენდობა და ქვეყნის მართვის მანდატს გვანიჭებს. ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ნდობის ვოტუმი, როგორც უწოდებენ მას, უკვე იწურება. ქართველი ხალხი უკვე გენდობათ შესაძლებელია წარსულ დროში ითქვას, გენდობოდათ. კიდევ გენდობათ თუ არა, ეს ეჭვქვეშ დგას, იმიტომ რომ
თქვენ ამ ნდობით არც თუ კეთილსინდისიერად ასე ვთქვათ, გამოიყენეთ ეს ნდობა და ააგეთ ეს ყველაფერი იმაზე, რომ შექმენით საფრთხე, შექმენით საშიშროება ნაციონალური მოძრაობის სახით, ფაშისტური ორგანიზაციის სახით და დაკიდეთ საქართველოს თავზე. რათა აი ამ საშიშროების გამო, მისი არ დაშვების გამო ქართველი ხალხი მუდმივად გენდობოდეთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ნდობის აი ეს მარაგი უკვე ამოწურულია. ამო კი არ იწურება, ამოწურულია უკვე. და მართალი გითხრათ, ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებში ქართველი ხალხი რაღაც აქტიურობას გამოიჩენს იმისთვის, რომ თქვენ აგირჩიოთ. ერთხელ კიდევ თუ იქნება ეს აქტიურობა ქართველი ხალხის მხრიდან, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ საშიშროების არ დაშვების ხათრით, რასაც ამ უერაგესი და უბოროტესი ძალის ხელისუფლებაში მოbrunება ქვია. აი ამის არ დაშვების გამო და არა იმის გამო, რომ თქვენ ნდობის მარაგიდან რამე დაგრჩათ. ნდობის მარაგი თქვენი მთლიანად ამოწურულია. ისე როგორც ჩანს მართლ პარტიას და ბატონ ბიზინა ივანიშვილს ეს ყველაფერი გათვალისწინებული აქვს. ისე არ არის, რომ მათ ეს არ ესმოდეთ. ამას ნიშნავს ალბათ ის ნათქვამი, რასაც ახლა მოვისმენთ. თუმცა მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით, ყველაფერს დავკარგავთ, რაც სამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია. საქართველოს ისტორიაც სწორედ ეს არის, მუდმივი ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა დროს გადარჩენისთვის თავგანწირვაში, დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ანგარიშის გასაწევის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მამულის, ენისა და სარწმუნოების, ქართველობის მთავარი განმსაზღვრელობის შენარჩუნებაში ვლინდებოდა. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა სახეშეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან. დღეს ჩვენი ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, რაც განვითარების უკეთესი მომავლის ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება. მართალია აბსოლუტურად. კი, სიფხიზლე სჭირდება. სიფხიზლის მოდუნება არ შეიძლება, მაგრამ შეცდომების დაშვებას არ შეიძლება და განსაკუთრებით ისეთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება, რომელიც შეიძლებოდა რომ არ დაგვეშვა. შეცდომისგან არავინ არ არის დაზღვეული და მით უმეტეს ქვეყნის ხელმძღვანელი და მმართველი პარტია, მაგრამ ისეთი შეცდომა, რომელიც შეიძლებოდა რომ არ დაგეშვათ, არ უნდა დაუშვათ. სამწუხაროდ თქვენ უშვებთ ასეთ შეცდომებს და ერთ-ერთი მახასიათებელი თქვენი ხელისუფლებისა არის ის, რაზეც ახლა ბატონი ბიზინა თქვენ გაამახვილებთ ყურადღებას. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას, ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო. შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა. მოღალატეებზეა საუბარი და არც ამისგან არის არავინ დაზღვეული ამ ქვეყანაზე. ღალატი კაცობრიობის თანამდევი მოვლენა გახლავთ საუბედუროდ. მაგრამ ღალატიც არის და ღალატიც. რატომ ღალატობენ? საიდან მოდიან ეს ადამიანები? ვინ არიან ისინი და ასე შემდეგ. თავიდანვე ხომ არ უშვებთ ხოლმე შეცდომას. ძალიან მძიმე შეცდომას. თავიდანვე, რომელიც უკვე წინასწარ განაპირობებს შედეგს, რომელსაც ღალატი ქვია. აი კიდევ ერთი ამონარიდი ბატონ ბიზინას განცხადებიდან, მიმართვიდან ქართველი ხალხისთვის, სადაც ის ისევ ღალატის თემას უბრუნდება. ყველა მოღალატე ვამხილეთ. შიდა მტრებს ვაიძულეთ ეღიარებინათ, რომ ათქმედებას არა ეროვნული, არამედ გარე ინტერესი უდევს საფუძვლად. მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბ სამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ. ასეთი არის ეს შეფასება, მაგრამ დავაკვირდეთ რასთან გვაქვს საქმე. საიდან მოდიან ისინი? იქიდან ხომ არა? იმ სახელმწიფოებიდან ხომ არა, რომლებიც თქვენ კი პირისპირდებიან. და თქვენც იმავე სახელმწიფოებისკენ ხომ არ ილტვით, მიუხედავად იმისა, რომ იმ სახელმწიფოებისგან მხოლოდ ასეთ დამოკიდებულებას იღებთ პასუხად. დააკვირდით, როგორი აბსურდული მოჯადოებული წრეა.
ის სახელმწიფოები გიგზავნიან ამ ადამიანებს, რომლებიც ხან ღალატით, ხან პირდაპირ დაპირისპირებით ცდილობენ, რომ საქართველოში მოაწყონ ყველა ის უბედურება, რომელიც მოუწყვიათ და რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალება ქვია, ხოლო თქვენ არ ეშვებით სწრაფვას იმ სახელმწიფოებისკენ, იმ იდეოლოგიისკენ, რომელიც ამით გპასუხობთ. დააგვერდით, რასთან გვაქვს საქმე? ძალიან რთული ვითარება შექმნილი. მათ არ უჭირთ ხოლმე ინსტრუმენტების გამოძებნა, პიროვნებების გამოძებნა, პარტიების გამოძებნა, ტელევიზიების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოძებნა იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ქვეყანას, დაუპირისპირდნენ ხალხს და დაუპირისპირდნენ იმ მიზნებსა და იდეალებს, რაც საზოგადოებას ბუნებრივად გააჩნია. მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. ასეა, ნამდვილად ასეა, მათ ეს არ უჭირთ, მათ ეს უჭირთ კი არა, თავზე საყრელად აქვს და სხვათა შორის თქვენც უწყობთ ხელს, რომ ასე იყოს, იმიტომ რომ ბევრი რამ არასწორად არის გაგებული და ამის გამო ამის გამო ხდება ის, რაც ხდება. ბატონმა ბიძინამ აქ ერთი აღმოჩენა გააკეთა, რომ თურმე სხვა სახელმწიფოებს ჩვენთან ურთიერთობაში საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. ახეთ რას ამბობს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივად შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღწვის. ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს. აბსოლუტურად სწორია ეს, მაგრამ განა ეს ახლა იყო აღმოსაჩენი, ეს ხომ თავის დროზე უნდა გვცოდნოდა. ბატონო ბიზინა, თქვენამდე უნდა გვცოდნოდა და თქვენც უნდა გვცოდნოდათ, რომ ეს ასეა და არა სხვაგვარად. არც ერთი სახელმწიფო არ იბრძვის რომელიმე სხვა სახელმწიფოში იმ სახელმწიფოს ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესები. აქ სხვა რამეზე უნდა იყოს საუბარი. საუბარი უნდა იყოს ინტერესთა ჰარმონიზებაზე. ინტერესთა ჰარმონიზაცია ყველა სახელმწიფოსთან არ გამოდის, მაგრამ ზოგიერთთან გამოდის. იმიტომ რომ ბუნებრივად ხდება ინტერესთა თანმტყვევა. ჩვენი ინტერესების თანმტყვევა დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპის სახელმწიფოებთან ბუნებრივად არ ხდება. ბუნებრივად ჩვენ სხვადასხვა გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, თუ კულტურული ლოკაციის გამო, ეს სიტყვა ახლა ძალიან მოდაშია. დიახ, აი ამათ გამო დაშორება მათთან უფრო მეტია, ვიდრე დაახლოება, ვიდრე ინტერესთა ჰარმონიზების საშუალება. თუ ვინმესთან ინტერესთა ჰარმონიზებაზეა საუბარი და ეს შესაძლებელია ბუნებრივად. ჩვენ გვყავს ასეთი მეზობელი, ეს არის რუსეთი. რუსეთთან ინტერესთა ჰარმონიზებაზე უნდა გეფიქრათ ძალიან დიდი ხნის წინ, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. ჩვენ თუ დღეს რუსეთთან ინტერესთა დაპირისპირება გვაქვს, ინტერესთა კონფლიქტი გვაქვს, როგორც ამბობენ ხოლმე. ეს იმის გამო, რომ ხელოვნურად შექმნა ვიღაცამ და ეს ვიღაცა არის კოლექტიური დასავლეთი, ასეთი ვითარება. რუსეთთან ჩვენ ხელოვნურად დაგვაპირისპირეს. მაშინ როდესაც ბუნებრივად ჩვენ ერთი ინტერესები უნდა გვქონდეს და გვაქვს კიდეც, მაგრამ აგვაცდინეს ერთმანეთს. აი ეს არის გასასწორებელი, ეს არის გასაკეთებელი, მაგრამ სამწუხაროდ ამ მიმართულებით ბევრი რამ არ კეთდება. დიახ, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ დასავლეთთან მეგობრობაზე, დასავლეთის სახელმწიფოებთან რაღაც კოლექტიურ ისეთ ურთიერთობებზე, რასაც მეგობრობა ქვია, მაგრამ ეს მეგობრობა შემდეგ როგორც გაირკვა, აღმოჩნდა ცალმხრივი. ამ დროს ცალმხრივი მეგობრობა, მე ამასთან დაკავშირებით სწორედ წინა გადაცემაში მქონდა საუბარი, ბუნებაში არ არსებობს. მეგობრობა თუ ცალმხრივია, ის არ არსებობს. იქ მეგობრობაზე საუბარი გამორიცხულია. ბატონი ბიზინა ამ ჭეშმარიტებას ჩასწვლა.
მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი. დიახ, აი ასე უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. და ახლა მინდა გარკვეული შეფასება მოგასმენინოთ იმისა, თუ რას ნიშნავს ნაციონალური მოძრაობა. დამარცხებული ეს ზალა თუ არ არის დამარცხებული. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი პაპუაშვილი. 13 წლის წინ ნაცობა როგორც ხელისუფლება დამარცხდა, თუმცა ნაცობა როგორც ლიბერალ ფაშისტური იდეოლოგიის ქართული ოფისი ჯერ კიდევ დასამარცხებელი არის. ეს არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს სხვათა დროშების ფრიალს, რომელიც გულისხმობს სხვაგან ქვეყნის, საკუთარი ქვეყნის დასმენას, რომელიც გულისხმობს სიძულვილის თესვას. თქვენ რომ გვიმტკიცებთ 13 წელიწადია, რაც მოგაშორეთ ეს მტარვალი ძალა, ეს უბედურება, ეს ურჩხული, რასაც ნაციონალური მოძრაობა ქვია, თურმე თად მოშორებული არ ყოფილა. კი, ხელისუფლებაში არ არიან, მაგრამ ხელისუფლებაზე ნაკლები გავლენა არ აქვს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. აი ეს არის უბედურება და ეს აღიარა ახლა ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, იმიტომ რომ მათი იდეოლოგია არ არის დამარცხებული, ისინი თავარ ოპოზიციურ ძალად გვევლინებიან. ამ როლს თამაშობენ და ამ როლის მორგებაში მათ თქვენ ეხმარებით. სხვათა შორის ისევ და ისევ დემოკრატიის სახელით. აი რას გვეუბნება მასთან დაკავშირებით ბატონი კახაკალაძე. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ფერქვეში იყო გათელილი. მე მგონი აქ რაღაცა მოიჭრა, მაგრამ აი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ისაუბრა ბატონმა კახაკალაძემ და ეს აღვადგინეთო. ეს აღვადგინეთ და კი, მაგრამ რაღაც გადაჭარბებასთან ხომ არ გვაქვს საქმე. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველაფრის თავისუფლებას არ ნიშნავს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტია არ ნიშნავს იმის გარანტიას, რომ ვინმეს სახელმწიფო გადატრიალება შეეძლოს, ვინმეს ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა შეეძლოს. ამას არ ნიშნავს და არც უნდა ნიშნავდეს. დაუშვებელია ის, რომ ამდენი მასობრივი ინფორმაციის საშუალება თუ გნებავთ, რომელიც დღეს ამ აგენტურის ხელშია არსებობდეს ქვეყანაში და ამის შემდეგ თქვენ საზოგადოებას თხოვდეთ, რომ ის ნორმალურ ჭკუაზე იყოს, ის გონზე იყოს საერთოდ. როდესაც 24 საათის განმავლობაში ათეულობით ტელეარხი და სხვა საშუალებები წამლავს ადამიანთა ცნობიერებას, საზოგადოებრივ ცნობიერებას. რატომ მოელით ამის შემდეგ, რომ აი ის ადამიანები, ბიძინა ივანიშვილი რომ იყო, ამის იმედად, რომ ისინი ყოველთვის სწორ მხარეს დადგებიან, სწორ მხარეს დადგებიან. რატომ მოელით ამას? რატომ აწაბლინებთ ხალხს, რატომ აძლევთ ამის უფლებას? თუ თქვენ ამას იმით ხსნით, რომ ეს დასავლური დემოკრატიაა, მე უნდა გითხრათ, რომ ეს სულაც არ არის დასავლური დემოკრატია. და საერთოდ არანაირი დემოკრატია ეს არ არის. დემოკრატია არ არის ის, რომ უმცირესობას უმრავლესობაზე დიქტატურა დაამყარებინა. ეს არის დიქტატურა და არა დემოკრატია. თუ მაინც და მაინც დასავლეთი მოგაქვთ ამის საილუსტრაციოდ, აი გადავხედოთ რა ხდება ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ თვალსაზრისით. პორტლენდში სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის ოფიცრების წინააღმდეგ მორიგი პროტესტი დაკავებებით დასრულდა. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობით აქციის მონაწილეები ანტიფას წევრები იყვნენ. გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ასევე დააკავეს 4 არალეგალი, რომელთაც პორტლენდში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს ლაზერები დაუმიზნეს. FBI-ის დირექტორის თქმით, ამერიკის სამართალდამცველების სამიზნეში ამოღებას არ მოითმენენ. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ორეგონის ქალაქი პორტლენდი უკვე წლებია რადიკალი მემარცხენეების ძალადობრივი ქმედებების გამო საომარ ზონას დაემსგავსა, რის გამოც იქ ჯარის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯარის გამოყენების შესახებ უკვე დაიწყო ლაპარაკი. და ეს ლაპარაკი დაიწყო არა ქვედარგოლებში, არამედ ტრამპის დონეზე. ინებეთ.
იმტკიცებენ, რომ ქალაქებში ჯარის გამოყვანის უფლება არ მაქვს. ხალხი კი სხვაგვარად ფიქრობს. იმ ქალაქებში, სადაც ხალხს ცემენ, ესვრიან ან აუპატიურებენ, სამხედროების გამოჩენა ახარებთ. ეს მხოლოდ დაფინანსებულ რადიკალებს არ მოსწონთ. ამ მეამბოხეთა უმრავლესობა ფულს იღებს სოროსისგან ან სხვა რადიკალი მემარცხენეებისგან. აი ასე მსჯელობს ბატონი ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ამიტომ თუ მათ უნდა მივსდიოთ კვალში და მათი მიმართულებები ჩვენთანაც უნდა დავნერგოთ, მაშინ ჩვენც გვაქვს უფლება რომ ასე მოვიქცეთ, როდესაც სახელმწიფოს საშიშროება ემუქრება. არადა მე უკვე ვთქვი რომ ჩვენ ასე კი არ ვიქცევით, არამედ დემოკრატიის სახელით, აი ბატონი ივანიშვილი რომ ამბობდა თავის დროზე თუ გახსოვთ რომ მე ისეთ დემოკრატიას შევქმნი საქართველოში, ჩამოვაყალიბებ, დავნერგავ, რომ დასავლეთი გაოცდებაო. აი ამას თუ გამოვედევნებით და ყველაფრის უფლებას მივცემთ გათახსირებულ ძალებს, ქვეყნის გარედან შემოგზავნილ და დაფინანსებულ ძალებს, საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებულ ძალებს, მაშინ დემოკრატიას კი არ ვიღებთ, არამედ ვიღებთ მათ დიქტატურას. ეს ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. აბსოლუტურად სხვადასხვა და საპირისპირო ცნებები. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი რას ამბობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. პირდაპირ გეტყვით, რომ ამერიკის დიდი ქალაქების მასშტაბით კრიზისია. კრიმინალი უკონტროლო გახდა. ეს შემთხვევითობა არ არის, არამედ ეს რადიკალური ანტისაპოლიციო კანონებისა და რიტორიკის შედეგია. ანტისაპოლიციო კანონების შედეგიაო. იქ გარედან შესული დირექტივებით არავინ არ იღებს კანონებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ასეთი რამ გვემართება და ეს პრობლემა გვაქვს, მაგრამ იქაც კი შეპარულა კანონები, რომელსაც ახლა ადებენ ხელს, რომ ამ კანონების ბრალია ის ყველაფერი, რომ კრიმინალი უკვე ასე ვთქვათ საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება და სხვა და სხვა. ეს ისეთი თემებია, ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ჯერ თეორიულად უნდა იყოს სწორად გააზრებული და ამ თეორიის მიხედვით უნდა დავნერგოთ პრაქტიკაში, მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ შეცდომებია დაშვებული და თუ ეს შეცდომები არ გამოსწორდა, მაშინ აი ამერიკელი სენატორი რას გვეუბნება თუ რა რით დამთავრდება. დემოკრატების კრიმინალური პოლიტიკა ხალხს კლავს. სოროსი, რომელიც მკვლელებს ციხის გარეტოვებს, ხალხს კლავს. როდესაც მოძალადე დამნაშავეებს არ ასამართლებ, უდანაშაულოები კვდებიან. როდესაც დამნაშავეს არ ვასამართლებთ, უდანაშაულოები კვდებიან. კანონის უზენაესობა, სამართლის უზენაესობა, აი ეს არის პრინციპი და არა ყვადაღებული დემოკრატია, რომელსაც სხვადასხვა თვისება გააჩნია იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება ის გამოყენებული და როგორ იქნება დანერგილი ცხოვრებაში. აი აქ ოდნავ ამოვისუნთქოთ და შემოგთავაზებთ ფსიქიატრის რენტგენს. თხოვთ წარმოგვიდგინოთ პირველი ვიდეო. მიშა მარტო იმიტომ უნდა მიშა ციხეში უნდა იჭდეს, იმიტომ რომ ეს ნაძირლები მოიყვანა და იცოდა ვინც მოდიოდა. და მაინც ამერიკა ვერ დაარწმუნა იმაში, რომ ეს ხელისუფლება არ უნდა მოეყვანა. თორე მიშასნაირი ლიდერი და მიშასნაირი პრეზიდენტი არც ყოლია და არც ეყოლება აწის საქართველოს. ეს არის დიდი ტკივილი ჩვენი მიშა რო ციხეში ზის, რაც ქვია მიშა არ არის პოლიტპატიმარი. ნომერ პირველი პოლიტპატიმარი მიშა არის და მიშა უნდა იყოს პოლიტპატიმრების სიაში, მაგრამ მიშაზე იმიტომ არ გულნატკენი, რომ აი იმიტომ ჩავსვამდი 3 წლით მაგალითად მაქსიმუმ ციხეში, რომ ეს მთავრობა მოიყვანა. არ უნდა ექნა. აქ რამდენიმე შეცდომაა დაშვებული, გარდა იმისა, რომ ფსიქიატრიის ელემენტებით არის გაჯერებული ეს ნათქვამი. რამდენიმე შეცდომაა დაშვებული. ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ მას წარმოუდგენია, რომ მიშამ მოიყვანა ეს ხელისუფლება. ანუ ხელისუფლება, რომელიც დამარცხდა არჩევნებში, თურმე არის მომყვანი მომდევნო ხელისუფლების. გარდა ამისა, აქ ნათქვამია ის, რომ სააკაშვილმა ვერ დაარწმუნა ამერიკელები, რომ ესენი არ უნდა მოეყვანათ ხელისუფლებაში. ანუ
აპრიორულად არის დაშვებული ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მოხავს უცხოელებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკელებს. ბევრი ლაფსუსია ერთი სიტყვით, მაგრამ არ არის გასაკვირი არაფერი, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება არის გაჯერებული ამ ლაფსუსებით, ამ სიგიჟეებით და ამ ფსიქიატრიით. ერთი პერიოდი თვალთხარიას ეძახდნენ ბატონ გახარიას. იცით რა ატომ და როგორ და რა მოხდა და რის გამო. მაგრამ თურმე ჩვენ სხვა ადამიანი მყონია კიდევ, რომელიც დაგეშილია სწორედ თვალების დათხრაზე. მე რომ მეკითხებოდეს, რომ ივანიჩოს თვალს დავთხრე, აი ესე, ამიტომ აი სულტო, უიარაღოთ დავთხრე თვალებს ამ კაკა. სხვა დროს ამ ქალბატონს სხვა პერსონის მიმართ აქვს იგივე ნათქვამი. ამ შემეძლოს მიშა სააკაშვილს მე დავთხრედი თვალებს და დავწვადი ადგილზე. სადაწუნებული არა ვარ ერთი და იგივე ქალბატონია თუ არა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი ქალბატონები ძალიან გამეცადინებულნი არიან იმაზე, რომ ვიღაცას თვალები დათხარონ. იმაზე კი არა, რომ პოლიტიკურად ვინმე დაარწმუნონ თავიანთ ისტორიაში, ან თავიანთი მსოფლმხედველობა არგუმენტებით გაჯერებულად წარმოუდგინონ საზოგადოებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, ქართულ პოლიტიკაში აი ეს მიმართულება ძლავრობს და ეს მიმართულება სჭარბობს, რომ ვიღაცას დავთხაროთ თვალები, ვიღაცაზე იქონიოთ ფიზიკური ზეგავლენა, ვიღაცა ფიზიკურად დავთრუნოთ და ასე შემდეგ. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ პოლიტიკურად ცნობილი პერსონაჟი უცნაური განცხადებით. ის ზეგლი ერეკლესი რო დადგეს ავტოინსპექტორობით ხელი როა გაწეული, ხანჯალი რო წაართვეს და ივანიშვილს გავს და იმას თემურლენს რო შეხედავ ეს ერეკლეს არ გავს. რატომღაც უნდა ეხლა თქვენ სწორი აღნიშნეთ, რომ თავის თავთან მოახდინოს ერეკლეს ასოცირება. ფსიქიატრიას გვესმის, სიგიჟეს ყველაფერი გვესმის, გადაჭარბებას გვესმის. როდესაც ვიღაცა არ მოგწონს, არ გიყვარს, მისი მოწინააღმდეგე ხარ, მტერი ხარ, ასეთ შემთხვევაში რაღაცას ვერ მოზომავ, ან არც მოზომავ და რაღაც გადაჭარბებულად აზროვნებ, მაგრამ ერეკლე მეორე მისი ახალი ძეგლი, რომელიც თბილისში დაიდგა, ბიძინა ივანიშვილმა დაიმსგავსა თუ ბიძინა ივანიშვილს დაამსგავსეს. ეს ფსიქიატრი არ არის, აბა ასე აზროვნება დასაშვებია. რა ვიცი, თავად განსაჯეთ. შემდეგი ვიდეო. ორი დღე დაგვრჩა ბატონებო, მოთმინება ორი დღის შემდეგ ცხადდება ახალი საქართველო, მესამე რესპუბლიკა. ეს არის გუშინ გაკეთებული განცხადება. ორი დღე დაგვრჩაო, ანუ ახლა უკვე ხვალ ცხადდება ახალი მესამე რესპუბლიკა. პირველი რესპუბლიკა გვახსოვს, მენშევიკების რესპუბლიკა ნოე ჟორდანიას მეთაურობით, მეორე რესპუბლიკა ეს უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ახლა ბატონი პაატა ბურჭულაძე თუ ბორის გოდუნოვი აცხადებს მესამე რესპუბლიკას. ეს ფსიქიატრია თუ არ არის, აქაც თავად განსაჯეთ. ეს ფსიქიატრია რომ არის, ამას მარტო გარეშე თვალი და ყური კი არ ხედავს და ესმის. არამედ თვითონ თანამოაზრეებიც კი ამაში ხედავენ რაღაცა სერიოზულ პრობლემას. მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის დისკრედიტაცია ხდება ახლა ბოიკოტით, რევოლუციით, მშვიდობიანი გადატრიალებით, დამხობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვეულებრივად ჩვენ უყურებთ ახლა ხელოვნურად დადგმულ სცენარს, როდესაც ყველაზე ძლიერ მოძრაობას, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა და რომელსაც ძალიან დიდი რესურსი და ენერგია ჰქონდა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეეცვალა, დღეს სამწუხაროდ განზრახ თუ სულელობის გამო თავზე წამოასვეს დამხობის ლოზუნგი და ნაცების ყველაზე მიუღებელი სახეები. ეს კაცი, ამ კაცის ეს ნათქვამი კი გამოვიყენეთ აქ ფსიქიატრის რენტგენში, მაგრამ სიგიჟესთან კი არა, უფრო ჭკვიანობასთან არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში წილნაყარი, იმიტომ რომ გააცნობიერა მთელი უბედურება, რაც ტრიალებს ახლა საქართველოში და რაც ტრიალებს ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის თავს, რომ მშვიდობიანი დამხობა, ეს სრული აბსურდი, თავზე წამოაცვეს ამ მოძრაობას და ამით დაუპეს და გაანადგურესო გვეუბნება ეს კაცი. და ისევ მთავარი მოქმედი პირი ამ სახელმწიფო გადატრიალებისა ბატონი ბურჭულაძე.
არის გეგმა, არის ყველაფერი, რაც მე ვიცი და რის მოყოლდაც ახლა არ შეიძლება, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ჩვენ ვაიგნორებთ, ისინი არ არსებობენ. დღესაც ვაიგნორებთ, დღესაც არ არსებობენ ისინი. როგორ შეიძლება ახლა იმათ კანონებს ჩვენ დავემორჩილოთ? ხალხი არ ემორჩილება, ხო ხედავთ, რა დღეშია მე-300 დღე არის იქ. ამიტომ ისინი უკიდე იგნორში არიან. ფაქტი რომ გაფორმდეს, ანუ აი მოდით კიდევ უფრო მეტად დავწურავ. იმიტომ რომ გადაიბაროს ერთმა ძალამ ხელისუფლება, ხალხის ძალამ. ჩვენ არ გადმოვიბარებთ. ჩვენ ვიღებთ ხელისუფლებას. ხო და აი უნდა დათმოს. ხო უნდა აი უყურეთ მე მიჭირავს ფურცელი ძალიან მევწვიმანდები შეიძლება. მე მიჭირავს ფურცელი და ამ ფურცელს ვუშვებ ხელს რომ აიღოთ თქვენ. აი ეს მაინტერესებს როგორ უნდა გაფორმდეს. რომელიც გიჭირავს, დაიჭირეთ. მე სულ არ მჭირდება. აი ჩემ ფურცელი. აი ეს არის ჩვენი გეგმა. ხო, მაგრამ როგორ უნდა გამწიოთ? აი როგორ უნდა ავდგე მე აქედან და როგორ უნდა გამწიოთ რომ ეს სავარძელი აღმოჩნდეს цаრიერი. როცა მაგ სავარძელს ვერ მაინტერესებს, აი სავარძელი. არა, ეს სავარძელი რაღაცის სიმბოლოა, ხო? მაგ სავარძელიანად გაგისტობთ. გამიგეთ, აქ ძალიან მარტივად არის, არ გვინდა ამის ზამ ფსიქოლოგიურად ესა. ხალხი რო იწყებს და ხალხი რო იძახის, ჩვენ ვართ საქართველო, მე ვარ საქართველო, თქვენ ხართ, ჩვენ ვართ საქართველო. აქ ყველაფერი მორჩენილია. აი ეს ეპიზოდი, რომელიც ახლა თქვენ ნახეთ, რომელიმე მხატვრული ფილმიდან რომ იყოს ამოღებული და იყოს სცენა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან. მაშინ ყველაფერი სწორი იქნება და სხვათა შორის ძალიან კარგი მიგნებები იქნება აი ეს ფურცელი ხელისუფლების სიმბოლოდ, აი როგორ დავთმობა მას. სულ ამჭირდება მე ეს ფურცელი. იმიტომ რომ აგერ მაქვს მეორე ფურცელი და ეს არის ჩემი ხელისუფლება. კი, მაგრამ მე როგორ უნდა ავდგე ამ სკამიდან ამ სავარძელს? სულ ამჭირდება მე შენი სავარძელი. მე აგერ მაქვს ჩემი სავარძელი და ამ სავარძელში ჩავждები და ეს იქნება ხელისუფლების ხელში აღება. ეს ხომ სუბთა ფსიქიატრიული მოვლენაა. ამ დროს ჩვენთან ეს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მისი ცხოვრებიდან კინოში გადატანილი ეპიზოდი კი არ არის, არამედ ეს არის ტელეეკრანი. ეს არის მასობრივი ინფორმაციის საშუალება და ჩვენ ვალდებული ვხდებით, რომ ამას უყუროთ, ამას უსმინოთ და ამ ადამიანებთან გქონდეს საქმე და ამ ადამიანებს უყურებდეთ და აღვიქვამდეთ როგორც ერთ შემთხვევაში პოლიტიკოს, საზოგადო მოღვაწეს, მეორე შემთხვევაში ჟურნალისტს. არანორმალური ვითარება, აბსოლუტურად არანორმალური ვითარებაა და ეს არანორმალურობა, როგორც წეღავ თქვი, შემჩნეული და დანახული აქვს თვითონ იმ წრეს. აი ამ სახელმწიფო გადატრიალების მომხრე წრეებს, ეს ხომ ერთი ბანდა, ვნახოთ ერთ-ერთი წარმომადგენელი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ არა თუ 5 ოქტომბერს, 4 ოქტომბერს საღამოს 8 საათამდე ეს ხელისუფლება შეიცვლება. ძალისმიერი აქცია რო ჩაატაროს, ამას შეიძლება პროვოკატორი. პროვოკატორი რა. და მე არავის არ ურჩევ ოპოზიციაში რომ ამ პროვოკატორის როლი ითამაშოს რა. აი რას გულისხმობთ, შეგიძლიათ პირდაპირ ვითხრათ, იმიტომ რომ 29 სექტემბერია. დიდი ბოდიშიო. მე ვისურვებდი რომ 4 ოქტომბერს რაც შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს. ეს აქციები არის ჯანსაღი. მაგრამ ის რომ 4 ოქტომბერს ვიღაცა რაღაცას დაიწყებს და დაამთავრებს, ის ადამიანი არის პროვოკატორი, ან შეგნებული, ან ბიძინას სასარგებლო ბრიყვი, ვინც ამას ამბობს. და სულ არ გამორიცხოთ თქვენის ამბავი, რომ ეს ბორის გოდუნოვი, ბატონი პაატა ბურჯულაძე აღმოჩნდეს პროვოკატორი. სულაც არ არის ეს ამბავი გამორიცხული, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიბინძურეებთან გვაქვს საქმე. დავანებოთ თავი ამაზე მსჯელობას, ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ განვაგრძოთ ჩვენ ფსიქიატრიის რენტგენი და ვნახოთ კიდევ ერთი პერსონაჟი. აი ეს არის ჩემი გეგმა. ძალიან მარტივი კონკრეტული გასაგები. მოდიხარ არჩევნებზე 15 წუთი. აძლევ, ესე თქვათ, შენ ხმას არა კახა კალაძეს და აძლევ ხმას ირაკლი კუპრაძეს და მე კი ბატონო გინდა ბურჯულაძის კრებაში მიიღე მონაწილეობა, გინდა აქციაზე, სადაც ჩვენი პარტიის წევრებიც იქნება. ვინ თქვა რომ ესენი დაიშალნენ და სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ?
აი ეს კაცი, რომელიც თავის პარტიით იღებს მონაწილეობას არჩევნებში, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მოდი ჯერ არჩევნებში ჩვენ მოგვეცი, ჩვენს კანდიდატს მიეცი ხმა, შემდეგ წადი ბურჭულაძესთან და სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღე მონაწილეობა. ერთი ბანდაა, როგორც წაღამ თქვი, და ისინი არსად არ დაშორებიან ერთმანეთს არც ერთ მომენტში. ბანდა რჩება ბანდად, დასავლეთის ინტერესების გამტარებელ ბანდად და იმ ბრძანების შემსრულებელ ბანდად, რომელსაც დასავლეთიდან იღებენ. ახლა მინდა განახოთ ერთი მართლაც კომიკური პერსონაჟი, რომელიც მხატვრული ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟს ძალიან უნიჭოდ ბაძავს. ოდის კაცობრიული მიაღვა ელკმა ხვარცოფი მოდის ლუცია მოდის ათელო ხალხო ური და გაუგდე მიწას როგორ გუგუნებს ბელგიაში ისმის ქართული მიწის გუგუნი ღაღადი მოდის რევოლუცია მოდის რომელიც დაასამარებს ტირანიას და ოლიგარქიას გითხარით უნიჭობის გამოვლენა, უნიჭობის აპოთეოზი ვნახეთ მიბაძვის. ახლა ბარემ ისიც ვნახოთ თუ როგორი იყო ეს ეპიზოდი ნიჭიერი შესრულებით. მოდის კაცობრიული მღელვარება. ელგმა ნიაღვარი. რევოლუცია. მოდის. შენ ვიუ სულაიგე აბა ორი დაადე მიწას ორი დაუგდე როგორ გუგუნებს ხომ იცი რასაც ნიშნავს ეს რევოლუცია მოდის ხალხის გამარჯვება მზადდება მეფენის საფლავში ჩაეშვებიან ის რევოლუცია რომელსაც აი ეს ბრიყვი და ბინძური ძალა რევოლუციას არქმევს ისე განსხვავდება ნამდვილი რევოლუციისგან როგორც წულაიას მიერ შესრულებული ეს ეპიზოდი განსხვავდებოდა კახი კავსაძის მიერ შესრულებული ეპიზოდიდან ცნობილი ფილმიდან ეს სხვადასხვა რამ არის და ისე აი ეს ყველაფერი მოიყვანს ალბათ ნამდვილ რევოლუციას არა იმას რასაც დასავლეთი აქ გეგმავს არამედ სწორედ რომ საპირისპიროს სწორედ რომ საწინააღმდეგოს მაგრამ ჯერჯერობით არ გვინდა მოვლენებს გავასრულოთ ამით დავასრულოთ ფსიქიატრიის რენტგენი და მოუბრუნდეთ ისევ რეალობას და ცხოვრებას და პოლიტიკას ახლა მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ეპიზოდი რამდენიმე კადრი სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ დაუპირისპირდა დასავლეთი ასე სამკვდრო სასიცოცხლოდ საქართველოს და კონკრეტულად ქართულ ხელისუფლებას. უფრო კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილს, მმართველი პარტიის ლიდერს, კაცს, რომელმაც სააკაშვილი ჩაანაცვლა თავის დროზე არჩევნების გზით, კონსტიტუციურად, კანონიერად და კაცმა რომ თქვას დასავლეთისთვის ბევრი არაფერი დაუშავებია, მაგრამ დასავლეთი მას დაუპირისპირდა სამკვდრო სასიცოცხლოდ და ცდილობს როგორმე ჩამოაცილოს ხელისუფლებიდან. გავიხსენოთ რამდენიმე კადრი შარშანდელი შეკრებიდან, ეს გახლავთ აპრილის თვე 2024 წლის, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული განცხადებები გააკეთა. აი ერთ-ერთი მათგანი. მე ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვა, რომელიც 29 აპრილს მოვისმინეთ, იყო რევოლუციური სიტყვა თავისი შინაარსით. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან დღემდე არავის მოусმენია, არავის უთქვამს და არავინ ყოფილა მოწმე ამგვარი სიტყვისა, რაც იმ დღეს მოვისმინეთ. ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან
დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშვილის და მისი თანამზრახველების არახუმანური და სადისტური არაპატრიოტული ბუნება იყო. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული. მე ვთქვი რევოლუციური სიტყვა თქვა მეთქი. რევოლუციური განაცხადით წარდგა ქართული ხალხის წინაშე ბიზინა ივანიშვილი მეთქი. ახლა ამაზე მეტი რევოლუცია რა გინდათ? ამ ადამიანებს, ამ მკვლელებს, ამ მანიაკებს, ამ სადისტური რეჟიმის ჩამომყალიბებებს გარეთ ყავდათ, ქვეყნის გარეთ ყავდათ პატრონები და დავალების მიმცემები, დირექტორები. ისინი აძლევდნენ დავალებას, ესენი ასრულებდნენ. ეს რას ნიშნავს? ეს ხომ ნიშნავს გაშიფრას იმისა, თუ რასთან მქონდა საქმე ამ 30 წლის განმავლობაში, 35 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ჩვენ საქმე სულ სხვა რამესთან მქონია, არა დამოუკიდებლობასთან, არა თავისუფლებასთან, არამედ აბსოლუტურად განსხვავებულ მოვლენასთან, რომელიც ახლა დღეს იშიფრება აგერ ბიზინა ივანიშვილის მიერ ნათქვამი სიტყვების წყალობით. აი, ასეთი იყო ერთი ეპიზოდი, მაგრამ მოდით კიდევ რამდენიმე ეპიზოდი ვნახოთ, იმიტომ რომ ეს უაღრესად საინტერესოა. რა იყო კიდევ რევოლუციური ბიზინა ივანიშვილის განცხადებებში იმ დღეს? ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. ეს რევოლუცია არ არის, აბა რა არის? გლობალური ომის პარტია. ვისი მიზამართით არის ეს ნათქვამი? რა თქმა უნდა, კოლექტიური დასავლეთის მიზამართით. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მიზამართით. და რას აკეთებს ეს გლობალური პარტია? ეს გლობალური ომის პარტია, გლობალური ომის პარტია აკეთებს იმას, რომ ხან საქართველოს აუბედურებს, ხან უკრაინას აუბედურებს და ასე ქმნის ამა თუ იმ რეგიონში ქაოსს და მიყავს, თანდათანობით მიყავს პლანეტა ქაოსის, დაპირისპირების და გლობალური ომის გზით. ეს განაჩენია პირდაპირ, მე არ მგონია უფრო დიდი ბრალდება დასავლეთისთვის ვინმე წაეყენებინოს, ვიდრე ეს ბიზინა ივანიშვილმა გააკეთა. ამიტომ ამბობ, ეს რევოლუციური სიტყვაა. რა თქმა უნდა, ეს მართლაც რევოლუციური სიტყვა იყო, ეს მართალი სიტყვა იყო, რომლის პატიებას ალბათ თვითონ ივანიშვილიც არ მოელოდა, მაგრამ აუცილებელი იყო ამის თქმა, იმიტომ რომ პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლება კი არა, საქართველო დასავლეთმა კედელთან მიაყენა და განაჩენი გამოუტანა. ამიტომ მომაქვს ამ შარშანდელი არქივიდან ეს ჩანაწერები, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ თუ რა და როგორ განვითარდა. მაინც რა უნდა, რას გვერჩის ეს გლობალური ომის პარტია. რა უნდა გლობალური ომის პარტიას, რას გვერჩის, რა კონკრეტულ მიზანს ისახავს იგი. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა. ესე იგი, გასაგებია ხომ რასთან გვაქვს საქმე? ის გლობალური ომის პარტია, დასავლეთი, იმიტომ გვერდჟის, იმიტომ უნდა ხელისუფლების შეცვლა, იმიტომ უნდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, იმიტომ უნდა იმ ფაშისტებისა და ავაზაკების მობრუნება ხელისუფლებაში, რომ თავისი მთავარი ამ ეტაპზე მთავარი გასაკეთებელი ამ მთავრობას ვერ გააკეთებინა. ანუ ამ მთავრობას ვერ დააწყებინა მეორე ომი, მეორე ფრონტი ვერ გაახსნებინა რუსეთის წინააღმდეგ. ესე უკრაინის პარალელურად საქართველოს უნდა გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, ეს იყო მათი
მიზანი, მათი გეგმა, მაგრამ აი ამ მიზნის მიღწევაში მათ გვერდით არ დაუდგა საქართველოს მთავრობა. გასაგებია, რის გამოხდება ეს ყველაფერი? თუ რა უდევს ყველაფერ იმას, ყველა იმ სიბინძურეს, რაც იგეგმება საქართველოში საფუძვლად. მე მგონი გასაგებია, ხომ? თუმცა არა, ბოლომდე კიდევ არ არის ყველაფერი გასაგები. აი ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რის გამოც ებრძვიან ქართულ ხელისუფლებას, მართლ პარტიას და რის გამო ებრძვიან კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს. ისევ არქივი. საქართველოს ბედი ქართულმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად გამტკიცება დავიწყოთ. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი. აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. და ამას აპატიებს დასავლეთი? ამას აპატიებს ამერიკის შეერთებული შტატები, თუნდაც დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატები? არა ბატონო, როგორ გეყადრებათ? ისინი მხოლოდ და მხოლოდ ომის გზით, ომის გამოყენებით, მხოლოდ და მხოლოდ ძალადობითა და ძალმომრევებით წყვეტენ და ცდილობენ მთელი მსოფლიოს ბედი გადაწყვეტონ. ტყუილად არ დაარქვეს თავდაცვის სამინისტროს ომის სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებში. აი ამ სამინისტროს შეფი ნახეთ რა განცხადებას აკეთებს. To ensure peace, we must prepare for war. მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ომისთვის უნდა მოვემზადოთ. ამიერიდან ახლად აღდგენილი ომის დეპარტამენტის ერთადერთი მისიაა ბრძოლა, მზადყოფნა ომისთვის და გამარჯვებისთვის. მხოლოდ ომია ჩვენი მიზანია და ამას ნიშნავს ალბათ ომის სამინისტროს დარქმევა. მხოლოდ ომი და ძალმომრეობა ჩვენთვის ის ინსტრუმენტი, ის იარაღი, რომლითაც ჩვენ სოფლიოში წესრიგი კი არა, ჩვენი ბატონობა, ჩვენი ჰეგემონია უნდა დავამყაროთ და განვახორციელოთ. ძველი ამერიკა კი არ ამბობს ამას, დღევანდელი ამერიკა. ტრამპის ამერიკა ამბობს ამას და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სერიოზული დასკვნებია გასაკეთებელი. სერიოზული კორექტივია ჩვენს ქმედებებში, ჩვენს ორიენტაციაში, ჩვენს საგარეო ურთიერთობებში შესატანი, მაგრამ აი ეს მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც უკვე მოისმინეთ ბატონ ბიზინას პირით, ჯერჯერობით მაინც აი ეს საკითხი ჰაერში არის გამოკიდებული და ახლა მინდა ისევ დაუბრუნდე ხვალინდელ დღეს. რით დასრულდება ხვალინდელი დღე? როგორი იქნება პასუხი? თუ კი ეს პასუხი აუცილებელი გახდა იმაზე, რაც ხვალ განვითარდება საქართველოში. შეეცდებიან ისინი არევას და თუ ზედმეტი მოუვათ ჩვენს მოგვიწევს კიდევ უფრო მკაცრად რეაგირება, ჭირდებათ ჩვენი ინფორმაციით. ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში და არავის არ ურჩევ ამის გაკეთებას. არა თუ გაკეთებას, გადაჭარბების გარეშე გაფიქრებასაც არ ურჩევ ამისას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ ამაზე, არჩევნებსაც ჩაატარებთ ეს ქვეყანა ღირსეულად, გამოწვევებსაც გაუმკლავდებით და ქართული უკვე შემდგარი ძლიერი სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერდება. მეც მჯერა რომ ასე იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ თუ კი ყველაფერი ასე იქნება, ასეთ შემთხვევაში რას მიიღებს მეხუთე კოლონა, აგენტურა, ის ძალა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება. ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დასავლეთის აგენტურისა საქართველოში სიმბოლური განცხადება გააკეთა, რომელიც შესაძლებელია განვაზოგადოთ იმაზე, თუ რას მიიღებს აგენტურა ხვალინდელი აქციებიდან. მე არ შემიძლია ასევე ინგა არ თქვა რომ დღეს ლევან ხაბეიშვილმა როგორც იქნა ბევრი ბრძოლის შედეგად მოიპოვა ტელევიზორი მოიპოვა ლევან რაგვარია ხაბეიშვილმა ციხეში ზის და ტელევიზორი მოიპოვა ბევრი ბრძოლის შედეგად. აი ამათი ბრძოლის შედეგი იქნება
იმისი ადეკვატური, რასაც ნიშნავს ტელევიზორის მოპოვება ხაბეიშვილისთვის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე იქნება. და ახლა მინდა ერთი განცხადება გავაკეთო, რომელიც შესაძლებელია საკამათო იყოს, საეჭვოც იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც მე ახლა ვიტყვი. ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, არჩევნები თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, დასავლეთისკენ ლტოლვა თუ დასავლეთთან დაპირისპირების ფრაგმენტები, ომი თუ მშვიდობა, ჩვენი გონიერება თუ ჩვენი უგუნურება, ყველაფერი საბოლოოდ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობისკენ სავალი კიბის საფეხურებია. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორიული გზა. იმიტომ რომ ეს არის სწორი გზა. ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს. ამის შემდეგ კიდევ დასვამს მინე შეკითხვას, რატომ? თუ ვინმე დასვამს ამ შეკითხვას, იმის შემდეგ რაც მე ვთქვი, მას უპასუხებს საქართველოს патриархи Илья Меоре. Сегодня мы невольно вспоминаем слова Давида, пророка, что еже добро или красно, еже братья жить в купе. Действительно, Бог объединяет, а злая сила разделяет. Поэтому мы все должны сделать для того, чтобы не было вражды и разделения между нами. Ваше Святейшество, те отношения, которые сложились, политические отношения, которые сложились между Россией и Грузией, это совершенно недопустимые отношения, потому что мы близкие православные народы. ეს რამდენიმე წლის წინ არის ჩაწერილი კიევში, ეს შეხვედრა რუსეთის ეკლესიის უმაღლეს წარმომადგენელთან და კიევის ეკლესიის წარმომადგენელთან, სადაც იმყოფებოდა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და სადაც ხაზგასმულად ითქვა, რომ ეს კავშირი მართლმადიდებელი სამყაროს კავშირი, მართლმადიდებელი რუსეთისა და მართლმადიდებელი საქართველოს კავშირი არის ურღვევი. ამის შემდეგ თუ კიდევ დასვამს მინიმუმ შეკითხვას, რატომ? ამ შეკითხვის ავტორს უპასუხებს რუსეთის პატრიარქი კირილი. Всегда теплое дружеское чувство связывало православных русских и православных грузин. И мы молимся и трудимся для того, чтобы вновь вернулась эта дружба, эта любовь, потому что верим, никакие перипетии внешние не могут разрушить фундамент этих отношений, потому что фундаментом является принадлежность к одной святой православной церкви. ესაა ჩვენი გზა და ალბათ აქ არის ყველაზე სწორი და დროული იმ რიტუალის შესრულება, რომელთაც მე ამ გადაცემას ვამთავრებ ხოლმე. ეს არის სანთლის ნათება და პირჯურის გადაწერა. ეს არის ის გზა, რომელსაც მართლმადიდებლობა ქვია. ეს არის ის უტყუარი და ნაცადი, ისტორიულად აპრობირებული გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ამიტომ მე გთხოვთ ჩემთან ერთად, გადაიწეროთ პირჯვარი და ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ ცხოვრებაში მართლაც რადიკალურად, მართლაც დიამეტრალურად და რაც მთავარია, სწორი მიმართულებით შევცვალოთ
35 წლიანი ჩვენი ერთი დიდი შეცდომა, რომელიც ხვალ დაგვირგვინების სახით აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არ შედგება, ხვალ შედგება და გაიმართება ადგილობრივი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხი თავის ნებას დააფიქსირებს. არა იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ აქვს და ქართული ოცნების გარდა სხვა გზა არ გააჩნია ქართულ ხალხს. არამედ იმიტომ, რომ სხვათა შორის ქართულმა ოცნებამაც შექმნა ის პირობა, რომ ჩვენ იძულებული ვიყოთ მათ მივცეთ ხმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამჯერად ერთხელ კიდევ ქართველი ხალხი გააკეთებს ამას, მაგრამ როგორც წეღან ვამბობდი, ქართული ოცნების მიმართ ნდობა ამითი სრულიად ამოიწურება. ამის შემდეგ რა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ერთად დავედოდოთ. აი ყველაფერი ის რისით თქმაც მე დღეს ამ გადაცემაში მინდოდა, მე თქვა თქვენთვის, ახლა დავასრულოთ ეს გადაცემა იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს ისევ შედგება ჩვენი შეხვედრა დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.